მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ მარიამ ტყემალაძის პოდკასტს ხმა სომხური თეატრიდან. მე კი გადავწყვიტე, რომ დავიწყო პატარა ეპიზოდების ჩაწერა თქვენთვის მარტომ და ზოგჯერ სტუმართან ერთადაც საკმაოდ საინტერესო და დღესდღეობით ცოტათი მივიწყებულ თემაზე, სომხური თეატრის კულტურასა და ისტორიაზე. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ისევე როგორც ადრე, ახლა ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და ყველა ეტაპ ჩვეულებრივად გადიან. სწორედ ამიტომაცაა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი სომხური სკოლა ფუნქციონირებს და რომ სომხური სკოლები საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი ორგანული ნაწილია. აქედან გამომდინარე, კი ფაქტია, სომხებისთვის კულტურული და სულიერი საჭიროებებიდან ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის თეატრი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტის საგნის ფარგლებში დავალებული პოდკასტის თემატიკად ეს შემერჩია. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ თემის ამოწურვა შეუძლებელია, რადგანაც დღესაც აქტუალურად მიმდინარეობს, მიუხედავად შენობის არქონისა. თეატრალური დასი მაინც ფუნქციონირებს, ამას კი მოწმობს ისიც, რომ გაზეთის ერთ-ერთ მთავარ სტატიად სწორედ სომხური თეატრი შევარჩიე, ასევე დოკუმენტური ფილმის თემატიკაც, რომელიც უნივერსიტეტის საგნის ფარგლებში გადავიღე და აი ახლაც პოდკასტ სწორედ ამ სფეროს ვუძღვნი. იმედია, რომ მოგეწონებათ და ეტაპობრივად გაიგებთ იმას, რაც მე პატარობაში ჩემმა ბავშვების საყვარელმა პერსონაჟმა ენიკა პაპამ გადმომცა. ის თუ რა დიდი ისტორიის მატარებელია თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო სომხებისთვის, როგორც საქართველოში, ისე ერევანში მცხოვრები ხალხისთვის. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატული თეატრის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე თითქმის 7 წელია მიმდინარეობს, რომლის გახსნაც 2025 წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი. თეატრი ბოლო ეტაპებს გადის, შენობის შიგნით სივრცე თითქმის სრულადაა მოწყობილი და მალევე შეძლებს სომხური თეატრალური დასის საკუთარ სახლში მაყურებლის მიღებას. მისი ხელახალია შენობა კი საჭირო იყო, რადგანაც მძიმე მდგომარეობაში იყო თავად თეატრი. ნელ-ნელა უფრო და უფრო უარისტდებოდა შიგნითა სივრცე და საბოლოოდ ავარიულად გამოცხადების შემდგომ მალევე დაანგრიეს. დღეს სომხური თეატრალური დასი მაინც ახერხებს მოღვაწეობას და საკუთარი საქმის გაკეთებას, რაზეც ძალიან ბევრს გავიგებთ სხვადასხვა მსახიობების, რეჟისორის, მხატვრებისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ბატონ არმენ ბაინდურიანისგან. ასევე საინტერესო ფიგურანტია თეატრის ამჟამინდელი დირექტორი ქალბატონი ლუიზა ხაჩატუროვა. თავდაპირველად კი გეტყვით, რომ ამ თეატრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დონეზე. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ იშვიათობა და განსაკუთრებულობა გახლავთ, რადგან მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო სომხური თეატრი ერევნის მშობლიური მხარის გარდა არსად არსებობდა. ძალიან ცნობილი რეჟისორი იყო ისააკ ალიხანიანი, რომელიც 1920 წელს გადავიდა ერევანში და იქ დაარსა სახელმწიფო სომხური თეატრი. პირველი თეატრი ერევანში, სომხეთში. ისიც თბილისელები იყვნენ, დასი წავიდა, წაიყვანა თან და პირველი სპექტაკლი, რომელიც იყო დადგმული ერევანში, იყო გაბრიელ სუნდუკიანის პერლა. და ეხლა თქვია მთავარი თეატრი, როგორც ჩვენთან არის რუსთაველის თეატრი თქვა რა. აი ერევანში არის გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის თეატრი, რომელიც დაარსა ჩვენი თბილისელი მსახიობი და რეჟისორი ისააკ ალიხანიანი. სომხური თეატრი კულტურის უდიდეს მწვერვალს წარმოადგენს, რომელიც ქართველებსა და სომხებს აერთიანებდა. აქ მოღვაწე მსახიობების უმეტესობას კი ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ თეატრალურ დასთანაც. მსახიობების უსაზრო ნიჭს კი ვერავინ და ვერაფერი აღწერდა, გარდა საზოგადოებისა თუ როგორ მგულმოდგინედ ელოდნენ სომხური დასის მსახიობებს სცენაზე. მოკლედ რომ თქვა, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრი მნიშვნელოვანი კულტურულ-სოციალური დაწესებულება იყო და არის საქართველოში. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომელიც თბილისელ სომხებს ეხმარებოდა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და კულტურული მემკვიდრეობის ნიჭის პოპულარიზაციაში.
სომხური თეატრი უკვე 2 საუკუნეზე დიდი ხანია რაც არსებობს და ეს ნიშნავს, რომ სომხებს საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა აქვთ. მე კი ვფიქრობ, რომ ამ მემკვიდრეობით მხოლოდ ისინი არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. მით უმეტეს მასში, როცა მის შექმნაში თბილის საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამიტომაც დავინტერესდი ამ თემით ასე ძალიან, როცა გავიზარდე. ხოლო მანამდე, როგორც აღვნიშნე ბატონი ენიკას, ენიკა პაპას წყალობით ვიგებდი რაღაცებს. დღეისთვის სულ ეს იყო. მე კი დროებით გემშვიდობებით და გპირდებით, რომ მომდევნო ეპიზოდებში უფრო კარგად შეიცნობ სომხური კულტურის იმ მცირე ნიუანსებისა და დეტალების შესაძლებელს კი, იმ ბუმბერაზი მსახიობებისა და კლასიკოსების შემოქმედებას, რაც კიდევ უფრო იშვიათსა და მიმზიდველს ხდის უკვე საუკუნეებია ამ თეატრს. დროებით